ფილმფიდობის გამოვედი სახლიდან ზუსტად სახლთან აღმოჩინე ესეთი პატარა აბრა ძალიან კარგი ჩხილის მასტერი ჩხილებს პატრონი არ აქვს და შევიდეთ ასეთი კარგი და ულამაზესი გარემო დამხვდა და ნახეთ რა სასწაულად არის ნათვის ხემორთული იდეალურია ეს მეორე დღეა მე და ნიკოლოზ აღმოვაჩინეთ ვარანცოვზე ძალიან ლამაზი და ესთეტიური იაპონური რესტორანი და ვესტუმრეთ იმიტომ რომ გაგვესინჯა და დაგვიგემოვნებინა ძალიან სიმშვიდე ესეთი დიდი გარემო და იდეალური მომსახურება დაგხვდა ეს არის ჩემი ტომიამი, რომელიც სხვის პროდუქტებით იყო მომზადებული და უკემრიელესი იყო. ეს არის ნიკოლოზის საუკეთესო ბავშვობის სანატრელი საჭმელი რამენი, თუ სწორად ვამბობ და ეს სუში იყო იდეალური. მივაცავთ შობას კიდევ ერთხელ. გუშინ გაქცეულზე მოგივაცეთ, იმიტომ რომ მუშაობდი. თქვენში არ მომკვდარიყოს ის ბავშვი არასდროს, რომელსაც ჯერა რომ შობის ღამე სასწაულები ხდება. მომჯერა და ყოველთვის მინდა ხოლმე რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალო მე უფლის თანადგომით, გვერდში დგომით და ცოტა სხვანაირი გავხდეს, სხვა ინტერესი მქონდეს, ის რაც მე მჭირდება და არა ადამიანური და რაღაცა ცხოველური. ვიდეო იწყებოდა ფრჩხილების გასაკეთებლად რომ მივიდიოდი. ფრჩხილების გაკეთების პროცესში შემოვიდა შეკვეთა, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდებოდა და რა თქმა უნდა გავედი. ხავა გავიკეთოთ. გუშინაც ვიმუშავე. ძალიან ნორმალურ ხალხთან მოვხვდე, მაგრამ ჩემი იმიგრანტები დამეთანხმებიან, რომ ეს შრომა დაფასებული არ არის. რაც არ უნდა გააკეთო და ჰაერში გაიკვანწო, ყოველთვის წარმოდგენა აქვთ, რომ ჟურნალებში, ფილმებში, რეკლამებში რო გაჩვენებენ, რომ ეს იდეალურ რაღაცას ღებულობ, ну არ ვიცი რა სელოდებია, სხვა სახლი უნდათ. იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ ვაწყდები. ბევრ შემთხვევაში ძალიან დიდ კმაყოფილებას ვგრძნობ, მადლიერებას და ფასდება, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში ასეთ ამბებსაც ვაწყდებით ხოლმე. ჩემმა ეკატერინემ მომცა კაფსულები ევროპულია და მე ამას კაფსულებს რომ არ დავაყენა საშველი ცადე არ წავიდა დავხსენი და ძალიან გემრიელი ყავა გამოდის ოღონდ ჩაიდით უნდა დააყენო და მოგურიო და დალი ხას გადავწყვიტე რომ დამესვენა დილით შემომდის SMS-ი ორგანიზაციაზე რომ თუ გცალიათ ამ დივანს თუ გაწმენთ. ოკეი, ცალია. დაახლოებით გზიანად 3-4 საათი ჭირდება და მეთქი არა უშავს დანარჩენი დავისვენებ. ესეც ფული არ ატომ და დავკარგო. დიდი დივანი, თან ჩემს დივანზე კარგად დიდი. ну მიუწერე ფასი. ფასი ყავს 120 ლარი თქო, იმიტომ რომ ჩემი ენერგია და შრომა მაგაზე ნაკლებად არ ვაკეთებთ. მე ვაკეთებ ხოლმე ძირითადად და არ ვაკეთებ. მარტო კერხერის ხსნარი რომ ღერს 800 ლარი. პატარა მაქვს მე 400 ლარიანი ნაყიდი. იქიდან რა თქმა უნდა ერთ მომსახურებაზე არ ეხარჯება, მაგრამ იხარჯება. პლუს აპარატურის ცრევა, პლუს საწვავი, პლუს როცა ქიმწვენდა საკეთება არ ყოფნის მხოლოდ კერხერის ხსნარი შემუშავებული გვაქვს ძალიან კარგ რეზულტატებზე გავდივართ. თუ გამახსენდა აქ ჩაგისვავთ სურათებს, რას ვაკეთებ. და მაქვს სხვადასხვა ხსნარი, რომელიც ძალიან ძვირიანია, სუფთა სახში მაქვს შეძენილი. საბოლოო ჯამში 120 ლარიც
ის ვესაუბრებოდი, ხო, ჩემ ფრჩხილის მასტერმა მითხრა, რომ ჩემ ძელს აქვს ოპერატიო წამოვიღეო და ეს რა არისო, გავგიჟდიო, ხელები მედგინეო, დავიღალეო, დავიცენტრეო. და პასუხი მომდის, რომ 80 ლარზე მეც ვერ გადაგიხდითო. არც გავტოკდები. არასდროს. რაც არ უნდა მქონდეს გადასახდელი, მაგრამ ხო ჩემი გათვლები მაქვს, ხო, ამხელა ოჯახს ვინახავ ორს. ანუ გადასახადებმა მომიწია ჩემი სესხები კარზე მომადგა, მაგრამ თუ შენ შრომას ფასს არ დაადებ და თუ არ დაანახებ ადამიანებს, რომ შენი შრომა ძალიან მნიშვნელოვანია, შენ ხარჯავ ენერგიას, შენ სუნთქავ ამ ხსნარს, საერთოდ არ მჭირდება ეს ადამიანებთან ურთიერთობა და იმათი 80 ლარი, როცა რას ქვია, ეს არის ჩემი ღირებულება, ჯერ მკითხე მაშინ ფასი. და მე მკითხე ძალიან თუ არა. და ცოტა ისეთი შეხედულებები აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, რომ ანუ მე ამდენი ფული მაქვს, ეხლა თქვენ რომ შეხვალთ მაღაზიაში და გინდათ საკვები რომ მიირთვათ. ანუ იყიდოთ პირობითად 1 კილო ხორცი, რომელიც ღირს 31 ლარი პირობითად. ამიწუნეთ ხორცი 1 კილო და მე ეტყვით რომ 25 ლარი მაქვს და მეტი არა და უნდა მომცე. ანუ ცოტა ლოგიკაში ვერ ვჯდები ხოლმე ესეთ ადამიანებთან და ძალიან გაუბრაზი ზოგადად არ ვეპასუხები ხოლმე. რომ ვცდილობ რომ დავტოვო ის რომ ანუ მოხდა ასეთი შემთხვევაც რომ ესე 80 ლარად მივიდა არ ვიცი მე ის ორგანიზაციები რა ხსნარს ხმარობენ როგორ აკეთებენ თვითონ კერხენის აპარატსაც გააჩნია რომელი თაობა გაქვს რამდენი ტრიანია როგორი გულდასმით და დრელი მაქვს მარტო 700 ლარიანი რომლის ბრუნიც ძალიან მაგარია და ნუ იმით ხეხავ წარმოიდგინეთ რამხელა ძალისხმევა ჭირდება ნუ და დაასველო დივანი მე ამ დრელით გახეხო დრელზე დამაგრებული ჩოთკით რომელსაც ისეთ ვიბრაცია აქვს რომ აი აქამდე ამოგდის გააჩერო მე ამოტუმბო და მე კიდე შეხედო იქნებ კიდე სადმე ჭირდება და მე ამდენი ლარი მაქვს და მოდი ეს გააკეთეთ ძალიან რას ქვია ეს ხო ის არ არის ბაზარში შეხვიდე და მოდი დამიკელი იქნებ აკეთებენ ორგანიზაციები ვიცი გქონია შემთხვევა როცა მიიყვანეს მე ჩემი სურათებით რაც მაქვს გაკეთებული ვუყრი ხოლმე რომ ამ რეზულტატზე გავდივარ როცა ლაქები აქვს ამ შედეგს ვხებულობ რეზულტატი რა შუაშია და ანაწყობთან არ აწყობთ ხო ან მე არ მაწყობს მის ამარცად გააჩნია ეხლა სადღაც 500 ლიტრის აწვავი თუ დავწვი საერთოდ არ მეღერს იქ მისულ და გაუწმენდებიათ ესე იაფად 70 ლარად და ვერც ერთი ლაქა ვერ ამოუყვანიათ და ისევ დაურეკიათ ჩვენთან ხო და ესე რა მიდის ნელ-ნელა ჩემი ნაბიჯები წინ ჩემ დასთან უნდა წავიდე არ მინახია ფაქტიურად ორჯერ დავინახე და უკვე მალე მეფრინავს ნიკას ამბები გვაქვს დასაგეგმი და რა ვიცი დავისვენებ რა დღეს დღევანდელი დღე დასვენების დღედ გამოვიცხადე კიდევ ένα თემას მინდა შევეხო ხალხო თუ არ შევეხო დავტოვოთ ესე არ გვინდა წავალი ხამე პირის ჩამოვიბან და მოვიტანა აქ და აქ დავტენიანოთ ეს მისვია მჟავები როგორც ხათო მეუბნება და როგორც ჩემმა და მითხრა ჩემი სახის კანი გამოიყურება იდეალურად მაგრამ ბოტოქსი მაინც მჭირდება ნახეთ ასაკი შეშვება ყველა ლაქა ამილაკა თუ კი რაიმე მქონდა პიგმენტური ახლა ამას ჩამოვიწმენდა ბინტით და გადავალ დატენიანებაზე და ჩავიცვეთ და წავიდეთ სამწუხაროდ იქ ვერ ჩავსვი და აი ეს არის ამონარიდი რა გავაკეთეთ შეგეცდია ეს უკვე მეორე დღე რაცა გვეუბნებიან რას აკეთებ როგორ აკეთებ სპაიდერმენიც უნდა იყო ფანჯრების ზემოდანაც უნდა დადიოდე და ჩამოსვლაც არ უნდა იცოდე როგორ არის
გადავწყვეტე რომ საერცხოს მანქანას დაველოდო და ისე წავიდე. და ამიტომ აქ დაგემშვიდობებით. გამოფრთხილა ჩამადამ საშინაო ფორმით არ მოხვიდეო. უნდა გამოვყვეო და შევეცდები რომ რაღაცა მოვირგო. დროებით გემშვიდობებით.